რუსთავის ავტოდრომზე ავტომობილთა შეჯიბრი International Challenge მიმდინარეობს ტურნირში ქართველი მრბოლელების გარდა 13 უცხოელი სპორტსმენიც მონაწილეობს. ავტოდრომზე შეკრებულ გულშემატკივარს ორგანიზატორთა ინიციატივით პირველ მიეცა შესაძლებლობა, რომ ტრეკზე მიმდინარე მოვლენებს თვალყური 20 კვადრატული მეტრის ფართობის მონიტორის საშუალებით მიადევნოს. საუკეთესო გამოვლინდა ფორმულა ალფას მრბოლელთა შორის ვიქტორ შაიტარმა პირველობა არავის დაუთმო. მეორე და მესამე ადგილებზე შესაბამისად ირაკლი ჩხაიძე და მევლუდ მელაძე გავიდნენ. საუკეთესოები დღეს კიდევ ორ ლეგენდისა და GT Unlimited-ის კლასში გამოვლინდებიან. საქართველოს ჩემპიონატი მორჩა უკვე. აქ ამ ეტაპზე იღებენ ბევრი უცხოელი მრბოლელები მონაწილეობას. ძალიან დაძაბული რბოლები გვაქვს, იმიტომ რომ სათანადო კონკურენტები გვყავს. ანუ ჩვენი გუნდიც საკმაოდ ძლიერ მზადყოფნაშია. შესანიშნავი ტრასაა და სიტუაცია ძალიან სასიამოვნოა. საქართველოში საავტომობილო სპორტი ყოველთვის პოპულარული იყო და ძალიან მიხარია, რომ ტრადიცია არ იცვლება. პირველად ვარ საქართველოში და მინდა გითხრათ, რომ მოხიბლული ვარ. ქართველების მხრიდან განსაკუთრებული კეთილგანწყობა იგრძნობა. რაც შეეხება ავტოდრომს, ის უმაღლეს დონეზეა მოწყობილი. ლეგენდის კლასში უკვე გყავთ ევროპის ჩემპიონი, ასე რომ სულ მცირე დროში ქართველი სპორტსმენები კიდევ არაერთ წარმატებას მიაღწევენ. მე ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ.